ბუნებრივი რესურსების ინტეგრირებული მართვა საქართველოს წყალშემკრებ აუზებში. USAID-ის მიერ დაფინანსებული 4-წლიანი პროგრამა გარემოს დაცვის სამინისტროში განიხილეს. პროგრამის მიზანია მდინარეების აუზების ინტეგრირებული მართვის გეგმების პრაქტიკული და სანიმუშო მოდელების შემუშავება საპილოტო ტერიტორიებზე და ამ მოდელების განვრცობა მთელ საქართველოში. ვისაუბრეთ პროექტის მიმდინარეობაზე, მის მოსალოდნელ შედეგებზე, იმაზე თუ ვთქვათ, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ეს პროექტი უკეთ. სამუშაო სესიაზე გარემოს დაცვის სამინისტროში USAID-ის პროექტის პრეზენტაცია მოხდა. ბუნებრივი რესურსების ინტეგრირებული მართვა საქართველოს წყალშემკრებ აუზებში. ეს პროექტი 60 სხვადასხვა სოფელში ამოქმედება, მათ შორის ალაზნისა და რიონის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩვენი პროექტი დაფინანსებული არის ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ. არის 4-წლიანი პროგრამა, საერთო მოცულობა ამ პროგრამის არის 6 მილიონი აშშ დოლარი და მას ახორციელებს კონსორციუმი, რომელსაც ხელმძღვანელობს ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტი.